სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღდგომის მომდევნო კვირაში ბრწყინვალე 7 იულის ხუთშაბათს აღინიშნება წაჩხურობის დღესასწაული. ამ დღეს მთელი საქართველოდან ასობით ადამიანი ჩადის, ძირითადად უშვილო წყვილები და მადლიერი ადამიანები. ისინი ფეხით 7 კილომეტრიან გზას გადიან, რომ ტაძრამდე მივიდნენ და ღმერთს აკვნებით ხელშემისრულების შვილის ყოლას შესთხოვენ. წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის. მათ ლოცვაში იხსენიებენ, აკვნებს აკურთხებენ და წყვილები ეზიარებიან. მარტვილის რაიონში არის ესეთი ტრადიცია, რომ ყოველი აღდგომის ბრწყინვალე ხუთშაბათს აღინიშნება დღესასწაული წაჩხურობა, სადაც ამოდიან უშვილობაში მყოფი წყვილები, ამოყავთ აკვნები, წირავენ შესაწირავს და ღმერთისგან იკითხავენ წყალობას. მადლობა ღმერთს ამ დიდებული დღესასწაულის დაწესებისთვის. ეს რა თქმა უნდა კალენდარში არ არის აღწერილი, მაგრამ არის სახალხო დღესასწაული, რომელმაც უდიდესი მადლი შექმნა და დედა ეკლესიამ დაუშვა, რომ ამ დღეს ამოვიდნენ მორწმუნეები და აქედან მადლი მიიღონ. გარდა უშვილობაში მყოფი წყვილების სამომლოცველებს შორის არიან ისინი, ვისაც უკვე ეყოლათ შვილი და მადლიერების ნიშნად შვილთან ერთად ამოდიან სამადლობელზე. დღეს ვარ სამადლობელზე ამოსული უკვე მეორედან, სამი წელი დავდიოდი ზედიზედ და მესამე ამოსვლის შემდეგ 10 წლის შემდეგ გავიგე, რომ ვიყავი ჩემს გოგონაზე ორსულად და მაშინ შევპირდი, რომ ყოველ წელს ვეცდებოდი ამოსულიყავი სამადლობელზე. წაჩხურის წმინდა მთავარანგელოზის ტაძარს იმედის ტაძარსაც ეძახიან. სწორედ ამიტომ აქ გარდა უშვილობაში მყოფი წყვილებისა მორწმუნეები ამოდიან და უფალს თხოვენ ჯანმრთელობას, ოჯახურ სიმშვიდეს, ბედნიერებას. სჯერათ, რომ წაჩხურის მთავარანგელოზი გულწრფელ ლოცვებს შეისმენს და აუცილებლად აუსრულებს მათ ამ ნატვრებს. შვილიების იმაზე მოვიდა ყველა იმისათვის, რომ შვილი ეყოლოს და ბევრს ეყოლა და ბევრს ეყოლება. ბევრი ხალხია ჩამოსული, ყველაფერს კარგი, ყველას და ყველა ოჯახის კარგი აქ მოსა. ყველას რას გულს შევთხოვ და რა გულით შევთხოვ უფალზე, რაც შეგინისა რა ქვია. ხო, ყველაფერს შეგისრულებ. დღევანდელი ტაძრის ადგილას მე-7 საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა მე-18 საუკუნის ტაძარმა მოაღწია. წაჩხურება საუკუნეების განმავლობაში რწმენის, ტრადიციისა და ადამიანური იმედების სიმბოლოდ რჩება. სწორედ ასეთი ღრმამნიშვნელობის გამო ამ დღესასწაულზე დაწერილია წიგნი, რომელიც დეტალურად აღწერს არა მხოლოდ წაჩხურის ისტორიულ ფესვებს, არამედ მის სასწავლო მოქმედებასაც. წაჩხურის მთავარანგელოზის მამათა მონასტრის შესახებ დავწერე კვლევითი ნაშრომი, რომელშიც გადმოცემულია ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა, ადათ-წესი, ჩვეულება, ეკლესიის ისტორია და აი ამ ნამუშევარში, კვლევით ნაშრომში არის ყველაფერი ერთ სივრცეში მოქცეული. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი შეიტყობს მის არსებობის შესახებ, ამ ტაძრის დღესასწაულის შესახებ. იმედია ძალიან ბევრი ადამიანი ამოვა და ეზიარება აი ამ დიდ სასწაულს. მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილებისთვის პარაკლისი გადაიხადეს. მომლოცველებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს მთავარანგელოზის ტაძარში ღმერთისთვის მადლობის შესაწირად მივლენ.